ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ კომპანიამ სახელად Perplexity-მ გამოთქვა სურვილი, რომ შეისყიდოს კომპანია Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბიზნესი Google Chrome, როგორც ცნობილი არის, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 34.5 მილიარდი დოლარის შესთავაზეს კორპორაცია Alphabet-ს, რომელსაც ეკუთვნის კიდევაც Google, რათა შემდგომ გადავიდეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიის მფლობელობაში Google-ის Google Chrome, რომელიც არის ამჟამად მსოფლიოში ლიდერი ვებ ბრაუზერებს შორის, დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებს სწორედ Google-ის საძიებო სისტემას და ვებ ბრაუზერს. რა პასუხი გასცა კომპანია Google-მა Perplexity-ს ამასთან დაკავშირებით არის უცნობი, თუმცა როგორც ცნობილი არის, წერილი მათ უკვე გაეგზავნათ. ეს შეთავაზება კომპანია Google-მა მიიღო მაშინ, როდესაც ამჟამად Google-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს აღძრული არის საქმე ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის თაობაზე და მიმდინარე თვეს ფედერალური მოსამართლე სავარაუდოდ უკვე გააკეთებს მიიღებს გადაწყვეტილებას ამის თაობაზე და შესაძლოა რომ Google-ს აიძულონ გაყიდოს Google Chrome, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის შეფასებით Google მთლიანად იკავებს ბაზარს და უბრალოდ არ აძლევს საშუალებას კონკურენტ სტარტაპებს, კომპანიებს, რომ გაუწიონ ჯანსაღი კონკურენცია ისეთ დიდ ტექნოლოგიურ გიგანტს, როგორც არის თავად Google. აღსანიშნავია ის, რომ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის მუხლით საქმე აღძრული არის ასევე კომპანია Apple-ისა და Meta-ს წინააღმდეგ და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროკავშირშიც მიაჩნიათ, რომ არალეგალურად უკანონო შეთანხმებებსა და კონტრაქტებს დებს ტექნოლოგიური გიგანტი პატარა კომპანიებთან და ამით ხდება შესყიდვა და შთანთქვა სხვადასხვა მცირე აპლიკაციების და ფაქტობრივად, როგორც იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლებთან კომუნიკაციის საშუალება, ესე ვთქვათ, ებლოკებად ეხურებათ მცირე კომპანიებს და ამით არღვევს კომპანია Google ანტიმონოპოლიურ კანონს. რაც შეეხება Perplexity-ს, ეს არის სტარტაპ კომპანია, რომელიც დაახლოებით 3 წელი არსებობს და ეს არის ასევე საძიებო ონლაინ სისტემა, რომელიც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, როგორც აღნიშნავენ დასავლურ მედიაში, თანდათანობით Perplexity ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ხდება და მას უკვე შეუძლია კონკურენციის გაწევა ისეთი ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის, როგორიც არის კომპანია OpenAI-ს ChatGPT და ასევე კომპანია Google-ის Gemini.